ჩვენი ეთერის ყურადღებას მივიპყრობ, რადგანაც ახლა მოვიდა ტრადიციული რუბრიკის დრო, რომელიც ეხება ქალბატონებს, წარმატებულებს საკუთარ კარიერაში, რომლების უკანაც საკმაოდ ბევრი სირთულეა გადალახული. დღეს იქნება ამ რუბრიკის ბოლო გამოშვება და ახლა წარგიდგენთ ქალბატონებს. როდესაც პირდაპირ ეთერში ირთვება კამერა, მაყურებელი ეკრანზე მხოლოდ პროფესიონალ წამყვანს ხედავს. ძლიერი ხმის ტემბრის მქონეს, მშვიდსა და თავდაჯერებულს. თუმცა ხშირად ამ ყველაფრის უკან არაერთი დაბრკოლება, დაუღალავი შრომა და გათენებული ღამე დგას. ელენ დეჯენერესი, ოპრა უინფრი, ვუპი გოლდბერგი. დღეს მათ მთელი მსოფლიო იცნობს, თუმცა იქამდე სანამ სხვა ადამიანებისთვის ინსპირაციის წყაროდ იქცეოდნენ, ამ ქალებს უამრავი გამოწვევისა და სირთულის გადალახვა მოუწიათ. რა ისტორიები იმალება თითოეულის წარმატების მიღმა, ჩემი რუბრიკის ფარგლებში სწორედ ამ კითხვებს უპასუხებთ. ლეგენდარული ტელეწამყვანი, რომელმაც ყველა ადამიანი და სფერო, რომელსაც ხელით შეეხო უკეთესობისკენ შეცვალა. ამ ფრაზით ახასიათებს ოპრა უინფრის ყველაზე ხშირად უცხოური მედია. ცხოვრებაში მიიღებთ ზუსტად იმას, რისი მოთხოვნის სიმამაცეც გექნებათ. ამბობს ოპრა და თან ამატებს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ უფრო თამამი მოთხოვნების. ქალი, რომელსაც მარცხის არს ჯერა, მისისიპის შტატში 1954 წლის 29 იანვარს დაიბადა. მშობლები მალევე დაშორდნენ და აღსაზრდელად ბებიას მიაბარეს. პატარა გოგონა უკიდურეს სიღარიბეში იზრდებოდა. მის ოჯახს ფინანსურად იმდენად უჭირდა, რომ ის სკოლაში ხშირად კარტოფილის ტომბრისგან შეკერილი კაფებით დადიოდა. 9 წლის იყო, როდესაც საკუთარმა ბიძაშვილმა მასზე სექსუალურად იწალადა. ოპრა დაორსულდა, თუმცა ბავშვი მშობიარობის დროს დაიღუპა. სირთულების მიუხედავად ოპრა არასდროს დანებებულა. პირველი აფრო-ამერიკელი წამყვანი ქალი ის სულ რაღაც 19 წლის ასაკში გახდა. 1986 წლის 8 სექტემბერს კი ეთერში პირველად გავიდა ოპრა უინფრის შოუ. გადაცემა, რომელმაც ყველაზე რეიტინგული ტელეშოუს სტატუსი 25 წელზე მეტხანს შეინარჩუნა. დღეს უკვე ლეგენდად ქცეული უინფრი არაერთხელ გამხდარა რასიზმის მსხვერპლიც, მას საკუთარ გადაცემაშიც კი აყენებდნენ შეურაცხყოფას, თუმცა ოპრას პასუხი ყოველთვის იმდენად ღირსეული, ამომწურავი და ძლიერი იყო, რომ საბოლოოდ ყველა ბოდიშს უხდიდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქველმოქმედო საქმიანობისთვის მას მიღებული აქვს საპატიო ოსკარი. ასევე აქვს ფონდი, რომლითაც არაერთი მოზარდის განათლებას აფინანსებს. არის ოქროს გლობუსის მფლობელი და დაწერილი აქვს 10-მდე წიგნი, რომლებიდანაც ყველა გახლავთ ბესტსელერი. წარმატების ფორმულა კი, რომელიც უინფრიმ შექმნა, ასე ჟღერს. მთავარია სურვილი, განწყობა, შრომის მოყარეობა და მადლიერება. ეს ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტებაა, მის გამოცდილებასთან ერთად ხელშესახებ რეალობას ქმნის. რეალობას, რომელთანაც გაიგივება ყველა ადამიანს შეუძლია. 19 სეზონი, 3200 ეპიზოდი, 4000-ზე მეტი სტუმარი, 30 ემი. People Choice-ის 20-მდე პრიზი, საპატიო ადგილი Forbes-ის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში და თავისუფლების საპრეზიდენტო медаლი. ეს ამერიკის ყველაზე სასაცილო ქალის ელენ დეჯენერესის მიღწევათა არასრული ჩამონათვალია. მისი თამამი ქცევები წლების განმავლობაში ადამიანებს გამბედაობას, შინაგან წმენასა და თავდაჯერებულობას მატებდა. თუმცა სანამ მაყურებლების სიყვარულით სავსე მზერას მოიპოვებდა და მათ სახეზე ღიმილის მთავარი მიზეზიც გახდებოდა, დეჯენერესმა წარმატების საკმაოდ ვრცელი და სირთულებით სავსე გზა განვლა. 13 წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და დედასთან ელიზაბეთთან ერთად საცხოვრებლად ლუიზიანადან ტეხასში გადავიდა. 15 წლის გოგონა მამინაცვალისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ელენი განათლებას ნიუ-ორლეანის უნივერსიტეტში კომუნიკაციის კვლევების მიმართულებით იღებდა, თუმცა სწავლა მალევე მიატოვა და ბიძაშვილთან ერთად მუშაობა იურიდიულ ფირმაში დაიწყო. სანამ ცნობილი ტელეწამყვანი გახდებოდა, დეჯენერესს ფინანსურად ძალიან უჭირდა, თავი რომ ერჩინა ის სხვადასხვა საქმეთ იყო დაკავებული, მუშაობდა გამყიდველად, მიიმტანად, მღებავად, ბარმენად, არც კარდაკარ მტვერსასრუტების გაყიდვას ერიდებოდა. კომიკოსის კარიერა 23 წლის ასაკში დაიწყო, თავიდან კლუბებსა და ყავის სახლებში გამოდიოდა და მაყურებლებს იუმორისტული გამოსვლებით ართობდა. გულწრფელი და სახალისო მონოლოგების წყალობით ხალხის სიყვარული მალევე მოიპოვა და პატარა სცენიდან უკვე დიდ ეკრანზე გადაინაცვლა. 1982 წელს სატელევიზიო ქსელმა Showtime ის ამერიკის ყველაზე სასაცილო ადამიანად დაასახელა. დეჯენერესი გახდა პირველი ქალი კომიკოსი, რომელიც ჯონი კარსონის ღამის შოუში მთავარ სტუმრად მიიწვიეს.
2003 წლის 8 სექტემბერს კი შექმნა შოუ, რომელმაც არაერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. სახალისო თამაშები, ელენის მითითებებით მოქმედი ცნობილი ვარსკვლავები, მუსიკა, ცეკვა და ბევრი სიცილი. ეს ყველაფერი დეჯენერესის მთავარი სავიზიტო ბარათი გახდა. ელენის წარმატების ფორმულა მარტივია. როგორც ყველა გადაცემის ბოლოს წამყვანი სტუმრებს მოუწოდებდა, ერთმანეთის მიმართ კეთილები უნდა ვიყოთ, განსაცდელები ბედნიერების აუცილებელ კომპონენტად უნდა ჩავთვალოთ, ბევრი ვიცინოთ და ყოველთვის გვახსოვდეს ერთი რამ. თუ ოდესმე ვინმე მოვა და გეტყვით, რომ უცნაური ხართ, მადლობა გადავხედეთ. უპი გოლდბერგი სკოლაში თანატოლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო, სხვადასხვა არც განტოლებები გამოსდიოდა სამწუხაროდ და სხვა აკადემიური პრობლემებიც ჰქონდა. დღეს უკვე გახლავთ ცნობილი ტელეწამყვანი, რა თქმა უნდა, მსახიობი, რომელსაც, როგორც გითხარით, კიდევ ერთი სირთულე ჰქონდა, რომელიც არის დისლექსია, რომელიც კითხვის უნარის დაქვეითებას გულისხმობს. თუმცა მაშინ ამის დიაგნოსტირება სამწუხაროდ არავის შეეძლო, უპის სწავლა უჭირდა, ამიტომ კლასელები მას ხშირად ზარმაცსა და უჭკუოს ეძახდნენ. თავი რომ ერჩინა სხვადასხვა სამუშაოს თანხმდებოდა, იყო ღამის დარაჯი, მუშაობდა დამგრძალავ ბიუროშიც, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არც რთულ პერიოდებში არ შეუტანია და მისნისკენ სწრაფვას კვლავაც განაგრძობდა. მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი თეატრალური წარმოდგენა გახდა, სპექტაკლმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ მალე ცნობილი რეჟისორის სტივენ სპილბერგის ყურადღებაც კი მიიპყრო. სწორედ ასე მიიღო მთავარი როლი ფილმში „იისფერი“, ხოლო კინოსურათში ჩვენება შესრულებული როლისთვის ის ოსკარითაც დაჯილდოვდა. მოგვიანებით ადგილი ტელევიზიაშიც დაიმკვიდრა და ამერიკული თოქ-შოუს The View-ს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდა. დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წამყვანად მიიჩნევა. შენი წარსული არ განსაზღვრავს, რამდენად შორს შეგიძლია წახვედი, ამბობს გოლდბერგი და მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს. მისი ისტორია კი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ რთული ბავშვობა, ცხოვრებისეული დარბკოლებები, წარმატების მიღწევის გზაზე გადაულახავი ბარიერი არ არის. ესეთი სამი ქალბატონის ამბავი გაგაცანით, რომლებსაც როგორც თავად ნახეთ, საკმაოდ რთული ბავშვობის ეპიზოდები ჰქონდათ, თუმცა შეძლეს რომ გამოსულიყვნენ ამ ტრავმებიდან და შეექმნათ საკუთარი დიდი ისტორია სატელევიზიო სფეროში და დღეს ისინი ძალიან წარმატებული შემდგარი ქალბატონები არიან.